დღეს როცა ხელოვნური ინტელექტი უკვე ყოველდღიური პროცესების განუყოფელ ნაწილად იქცა, სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა, როგორ ვიყენებთ AI-ს საქართველოში და რა პერსპექტივები აქვს ამ მიმართულებას ჩვენს ქვეყანაში. ამ თემაზე სასაუბროთ სტუდიაში ნინო გვაზავა, HT Solutions-ის მმართველი პარტნიორი შემოგვიერთდა. სხვათა შორის HT Solutions-ი საქართველოში და რეგიონში ბიზნესის და ტექნოლოგიების სინერგიაზე მუშაობს და ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ დანერგვაზეც კონცენტრირდება. სწორედ ნინო გვაზავა გაგვიზიარებს დღეს იმ გამოცდილებას, თუ როგორ გამოიყენება AI რეალურ პროექტებში, რა ეტაპზე არის ქართული ბაზარი და რას უნდა ელოდოს ბიზნესი, მათ შორის მიმდინარე და უახლოეს წლებში. დილამშვიდობისა ნინო. დილამშვიდობისა და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, როგორც ყოველთვის ძალიან აქტუალურ და საინტერესო თემაზე სასაუბრად. მადლობა თქვენ. როგორი არის HT Solutions-ის თუ შესაძლებელია რომ ესე ვთქვათ დაკვირვების ეფექტი, ხო? როგორ იყენებს ჩვენი ქვეყანა AI-ს, ანუ რამდენად კარგი ათვისება აქვს საქართველოს ხელოვნური ინტელექტის მხრივ და აი ამ ტექნოლოგიურ სექტორში ზოგადი მიმღებლობა ბიზნესს როგორი აქვს AI-ის მიმართულებით? კი ბატონო, განსაკუთრებით აღსანიშნავია კერძო სექტორის მიმართულება, სადაც ხელოვნური ინტელექტის ათვისების დონე საკმაოდ მაღალია. ყველაზე მეტად მე გამოვყოფდი საბანკო სექტორს, რომელშიც ტოპ ბანკები, როგორც სხვა მიმართულებით გლობალურად ლიდერობენ და გვასახელებენ, ანალოგიურად ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საკმაოდ ძლიერი შიდა გუნდებით ყავთ და ძალიან ბევრი მრავალფეროვანი და საინტერესო მიმართულებით იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს. ეს შეიძლება იყოს კონტაქტ ცენტრის მიმართულება, იქ ავტომატიზაცია და მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესება. ეს შეიძლება იყოს კანცელარიის ნაწილი, ანუ შემოსული წერილების და მომართვების დახარისხება და ავტომატიზაცია გარკვეულწილად და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მომხმარებლის და სეგმენტების ანალიზიც. ასევე თუ ვისაუბრებთ ცოტა უფრო საშუალო და მცირე ზომის ბანკებზე, მათთანაც ძალიან ცალსახაა ტრენდი არის, რომ ისინიც ესე ვთქვათ, დეკლარირებულად აცხადებენ, რომ ხელოვნური ინტელექტი არის მათი ბიზნეს სტრატეგიის ნაწილი და ყველა ის პროცესი, რომელიც შეიძლება გაუმჯობესდეს, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ შეყოვნება არ კონდეთ და დანერგონ ეს ტექნოლოგია. სხვა ინდუსტრიებშიც მაგალითად შეიძლება ონლაინ კაზინოებზე ვისაუბროთ, ან რითეილერებზე, რომლებსაც ასევე ძალიან მაღალი ათვისების ტემპი აქვთ ხელოვნური ინტელექტის და მართლაც აი გარეთ დაკვირვებითაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ თავიანთ ესეთი ძირეულ ბიზნეს პროცესებს ამ ტექნოლოგიის მეშვეობით. ხელოვნური ინტელექტის ათვისებაზე, როდესაც ვსაუბრობთ, მაინც მასიურად ყველასთან ძირითადად უფრო მომხმარებლებში ასოცირდება მხოლოდ ChatGPT, რომ აი ვკითხავ მიპასუხოს რაღაც საჭირო კითხვაზე მომცეს გარკვეული პასუხი, ხო? მაგრამ ხელოვნურ ინტელექტს დღეს აქვს ძალიან ბევრი ინსტრუმენტი, რის გამოყენებაც ოპტიმიზაციაში ბიზნესებს ძალიან ეხმარება. შესაბამისად, საქართველოს დღეს, უпростоრად ქართულ კომპანიებს, ბანკები ახსენეთ, რომლებიც ყველაზე აქტიურად იყენებენ, ძირითადად რა ინსტრუმენტები არის, რომლის ათვისებაც საქართველოს უკვე ესე ძალიან კომფორტულადაც მოირგო და შესაბამისად წარმატებებიც გვაქვს ამ მიმართულებით. კი, ანუ ChatGPT ალბათ საუკეთესო მაგალითია, რომელმაც უკვე თითქმის 4 წელი გადის, რაც პირველად ლონჩი მოხდა ამ ტექნოლოგიას და პრაქტიკულად დემოკრატიზაცია გააკეთა ხელოვნური ინტელექტის პლატფორმების. მისი კლასის სხვა გადაწყვეტილებები, დიდი ენობრივი მოდელები და ზოგადად გენერაციული ხელოვნური ინტელექტი, ალბათ მე ვიტყოდი, რომ მაინც ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ტექნოლოგია, რომელიც აი მაგალითად კონტაქტ ცენტრების ანალიზი და მომხმარებლებთან ურთიერთკავშირის, როგორც ანალიზის შემდეგ უკვე დაბრუნება პასუხების, აი მათ ძალიან აქტიურად გამოიყენება. ასევე გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ძალიან აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ინდუსტრიაში, როგორც მედიცინაში, ასევე კვლევების მიმართულებით დარწმუნებული ვარ, თქვენ სხვადასხვა ინფორმაციის მისაღებად იყენებთ. თუმცა ეს დიდი ნაბიჯი, რაც გადაიდგა, არის, რომ ბოლომდე, მოკლედ ესეთი უპირობონდობა არ გვაქვს და უკვე ვიცით, როგორ გავფილტროთ და ავარიდოთ თავი იმ ჰალუცინაციებს. თუმცა, ანუ ალბათ მაინც ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ტექნოლოგია გენერაციული და დიდი ენობრივი მოდელები რჩება, როგორც ბიზნესში, ასევე სამომხმარებლო ტექნოლოგიებში. მაგის შემდეგ მოდის ალბათ აგენტური ხელოვნური ინტელექტი, რომელიც უშუალოდ სხვადასხვა პროცესის ავტომატიზაციაში გამოიყენება და მანქანური სწავლება ასევე, რომელსაც ძალიან აქტიურად ვიყენებთ ჩვენ და ასევე მთელი ინდუსტრია. ერთია რომ დიდი ბიზნესები აქტიურად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, თუმცა მცირე და საშუალო ბიზნესების კუთხით რა სურათი გვაქვს და რა გამოწვევები აქვთ მათ, როგორც გამოყენების პროცესში ხელოვნური ინტელექტის, იმიტომ რომ მას სჭირდება ცოდნა, რომ სწორად გამოიყენო. ერთია ბოლომდე არენდო, მაგრამ მეორეა მისი შესაძლებლობებიც ჩვენს ინტერესებს მოვარგოთ. და მათ შორის დანერგვის პროცესი, ანუ ამ მიმართულებით თუ რომ გავმართოთ სწორად ხელოვნური ინტელექტი პროცესებში, ამისთვის თუ ამაზე თუ არსებობს დღეს გამოწვევები ბიზნესში. მცირე ბიზნესებისთვის, მათთვის ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა, იმიტომ რომ
ბევრ ნაწილში მაგალითად ეს იქნება ციფრული მარკეტინგი, ვებსაიტი თუ ასე შემდეგ, სხვადასხვა მიმართულებები თუ ადამიანები ან ადამიანთა გუნდი ჭირდებოდათ რომ რაიმე ტექნოლოგია დაენერგათ, ეხლა მაგალითად აი კასტომიზირებული ვებსაიტის აწყობა, რომელსაც სრული ფუნქციონალი აქვს, შეიძლება IT და დეველოპმენტი საერთოდ აღარ დაჭირდეს და ციფრული მარკეტინგის ერთმა ადამიანმა აბსოლუტურად თავისუფლად და კარგად გააკეთოს. ტექნოლოგიის აი დემოკრატიზაცია ზუსტად მაგას მოიაზრებს, რომ ბარიერი ამ ტექნოლოგიის გამოყენების არის მნიშვნელოვნად შემცირებული, პრაქტიკულად განულებული, ანუ არანაირი ტრენინგი არ ჭირდება, პირველივე გამოყენები ძალიან ინტუიციურია და მარტივია, რასაც როგორც ადამიანები, ასევე მცირე ბიზნესები ძალიან აქტიურად იყენებენ და ძალიან დიდ სარგებელს იღებენ ამ ყველაფრისგან. უფრო აი საშუალო ბიზნესში და დიდ სტრუქტურებში, სადაც უფრო კომპლექსური, შეიძლება აგენტური ხელოვნური ინტელექტი ან მანქანური სწავლება ასე შემდეგ ცოტა უფრო ესეთი კომპლექსური ხელოვნური ინტელექტი არის დასანერგი, აი მან უკვე ჩვენი ჩართულობაც მნიშვნელოვანია და მან უკვე შესაბამისი გუნდები, შესაბამისი კომპეტენციები არის საჭირო, რომ მაგალითად ჰალუცინაციები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი, მოდელი სწორად დატრენინგდეს და ის შედეგები, რომლებსაც გვაძლევს, იყოს მაქსიმალურად რეალურთან მიახლოებული. ნუ ეს ბიზნესებს კონკურენციის სწორ მართვაშიც დაეხმარებათ, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი იმდენად აჩქარებს აი ამ პროცესებს, რომ კონკურენციასაც შესაბამისად ზრდის. ჩვენ ვიდრე საუბარს დავიწყებდით, ნინო, გვქონდა სიუჟეტი AI-ის ათვისებაზე, ინდექსი, სადაც როგორც სიუჟეტში იყო აღნიშნული, თუ სწორად გვაქვს ეს ინფორმაციაც და რამდენად ემთხვევა ეს სწორ არსებულ მაჩვენებლებსაც, საქართველოს ასე თუ ისე მაინც უსწრებს რეგიონში თურქეთს და აზერბაიჯანს. რა იკვეთება ამ სურათით, რას ნიშნავს აი ამ მიმართულებით რომ ვუსწრებთ და რამდენად სჭირდება ამ მიმართულებას, ამ ტექნოლოგიას მეტი ჩართულობა თუნდაც სახელმწიფო დონეზე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით და გასულ წელსაც ვისაუბრეთ სომხეთში NVIDIA-ს ქარხნის გახსნაზე, რაზეც არ ვიცი რამდენად ხმამაღალი ნათქვამი, მაგრამ შესაძლოა დაიჩრდილოს საქართველოს ამ მიმართულებით. რა გვჭირდება დღეს რომ მეტად ავითვისოთ ხელოვნური ინტელექტი? კი, პირველ რიგში სტატისტიკაზე რო ვისაუბროთ, პირველ მესამედში ვართ, სადღაც 200-მდე ქვეყანა იქნა გამოკითხული, რაც ნამდვილად საამაყო მაჩვენებელი არის უკვე, თუმცა რა თქმა უნდა ამბიცია გვაქვს რომ მაქსიმალურად ესეთი წინა ადგილზე. მაგრამ მან ალბათ მნიშვნელოვანი არის თუ რომელი ქვეყნების პირველ სამეულში ვართ, ხო? კი. ანუ ის კლასტერი რომელშიც ჩვენ, ხო, რა თქმა უნდა, ანუ ის ტოპ ქვეყნები, მაგალითად ტოპ 20-ი რომ ავიღოთ, ესენი არიან უფრო ჩრდილოეთ ჰემისფეროს ქვეყნები, იგივე ჩრდილოეთ ამერიკა, ჩრდილოეთ ევროპა, არის სამხრეთ კორეა, მათ შორის სინგაპური, საუდის არაბეთი, ემირატები, ავსტრალია, ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენი მისწრაფება მათთან მაქსიმალურად ახლოს ყოფნა უნდა იყოს, თუმცა საკმაოდ ესეთი პოზიტიური ადგილი გვიჭირავს. რაც შეეხება ზოგადად ქვეყნის როლს, ეხლა ტოპ 3 ქვეყნის ანალიზით რომ გავაკეთოთ, როგორც სინგაპური, ასევე საუდის არაბეთი და ძალიან საინტერესო არის სამხრეთ კორეა, რომელმაც ბოლო 2025 წლის მეორე ნახევარში სერიოზული ნახტომი გააკეთა ამ მიმართულებით AI-ის ადაპტაციის კუთხით. მან ძალიან დიდი იყო სახელმწიფოს როლი. ერთის მხრივ დაარეგულირეს, მაგრამ დაარეგულირეს არა ისე, როგორც ევროპამ პროაქტიულად დაარეგულირა და შემდეგ უკვე ინოვაციებს ხელი შეუშალა, დაარეგულირეს ისე, რომ მაქსიმალურად ინოვაციებს და მცირე საშუალო ბიზნესებს AI-ის მიმართულებით განვითარების საშუალებას აძლევენ, მაქსიმალურად ფასილიტაციას აკეთებენ იმისას, რომ მაგალითად სტარტაპები განვითარდეს, კომპანიები, რომლებიც AI-ის მეშვეობით ინოვაციურ ტექნოლოგიებს ქმნიან, წაახალისონ მაქსიმალურად. ეს ბუნებრივია ქმნის ჯანსაღ ეკოსისტემას იმისთვის, რომ ინდივიდები და მცირე ბიზნესები დაინტერესდნენ და ამ მიმართულებით თავიანთი დრო და რესურსი დაახარჯონ. რა თქმა უნდა, დიდი სურვილი იქნებოდა, რომ ჩვენ ქვეყნის კონტექსტშიც ვისაუბროთ ამაზე, იმიტომ რომ ჩემი გადმოსახედიდან ტექნოლოგიური ტალანტი ამისთვის ძალიან მზად არის და საკმაოდ კარგი როგორც საერთაშორისო რესურსი გვყავს ქვეყანაში, ასევე ქართული რესურსი, რომლებიც ამ მიმართულებით ძალიან ესეთი გამოცდილები არიან, ძალიან კარგი კომპეტენცია აქვს და მგონია რომ შესაბამისი წახალისებით ბევრი კარგი პროდუქტის შექმნა მოხერხდებოდა, რომელიც კიდევ უფრო გვასახერებს. საერთაშორისო სტანდარტები არსებობს ქვეყანაში, ტექნოლოგიური ტალანტები ყავს და საჭიროა ახლა უკვე მეტი ინვესტიცია იმისთვის, რომ ეს მიმართულება გააქტიურდეს. მადლობა ნინო, საინტერესო საუბრისთვის და სტუმრობისთვის, რომ იყავით დღეს საქმიან დილაში. მადლობა, ნინო გვაზავას ვუმასპინძლეთ, HD Solutions-ის მმართველი პარტნიორი იყო ჩვენთან ერთად.